მეუფე იაკობმა დღეს წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და შერიგების მოწოდებით გამოვიდა. ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ საქართველოს ისტორია არც 2003 წლიდან დაწყებულა და არც 2012-დან. მისივე თქმით, და დაპირისპირების დასრულება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას საგარეო გამოწვევების წინაშე დგას. მეუფე იაკობი ამბობს, რომ თუ გეოპოლიტიკური ცვლილებებისას ქვეყანას პარტნიორული ურთიერთობა არავისთან ექნება, მაშინ რომელიმე ძალა მის დამორჩილებას აუცილებლად ეცდება. ჩვენს მთავრობას და მხედრობას ულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, აი რატო დარბიან რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს, ქართული საქმე, ის სათნო საქმე გვეკეთებინოს ყველას. ნუ რავინო დავიბრალეთ, რომ ჩვენ რომ არ ყოფილიყავით, არაფერი არ იქნება. საქართველოს ისტორია არც ეხლა იწყება. არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012-დან დაწყებულა და არც 2026-დან დაიწყება რა. მუდმივ იმაში ვარ, პროცესში ვარ და მთავარია ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და შუშრომებში აღარ ვომობთ. ერთმანეთი აღარ დავჭამოთ რა, გვეყო რა, ეს გვეყო, ყველაფერი გვეყო. კარგად მივდივართ, მაგრამ სწორად წავიდეთ, ბოლომდე მივიდეთ სწორად, რომ ვინმეს ხახაში არ ჩაუვარდეთ რა. თუ არავისთან ურთიერთობა არ ქონდა, ვიღაცა მაინც გადაკლაფოს მე რა. ჩვენ რამდენი წელია ვიძახით, შევრიგდეთ, თუ ხანვინ გამოხდება და ერთმანეთს როგორ მიმართავენ, ხო? მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ხო, თავისი ის არის, ამერე ყველა ვნახავთ რა, ვის უნდა და ვის არ უნდა მშვიდობა. მეუფე იაკობის დღევანდელ ქადაგებას კრიტიკით შეხვდნენ ქართულ ოცნებაში. გიავოლსკიმ თქვა, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. მე მგონია, რომ მეუფე იაკობი საერთოდ სასულიერო პირების პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა დებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ქონდეს. პირიქით ორივე მხარეს უნდა მოუწოდებდნენ ერთობისაკენ და უნდა იყვნენ მოწოდებული, რათა განსაცდელი აარიდონ ქვეყანას, როგორც ეს გამოუჩენოშია ნათქვამი. თუმცა არქიმანდრიტმა კვარაცხელიამ დამაბრალა, რომ თურმე მე გამოუჩენოც არ ვიცი. მაგრამ არა, მაგას მნიშვნელობა მე ვფიქრობ, რომ ყველა სასულიერო პირმა ორივე მხარეს უნდა მოუწოდოს, რომ მშვიდობა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი, ასეთა სხვადასხვაობა უნდა იყოს განხილული პარლამენტში და არა ქუჩებში.